დღეს გიორგი ლორია ნაკრებში ბოლო მატჩს გამართავს, რასაც მამარდა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლორია მისთვის მაგალითი იყო და ბევრი რამ ასწავლა. კვარაცხელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ჰეითერი და კრიტიკოსი დაადუმა. ახლა ქართველ ჩემპიონზე რუსები ალაპარაკდნენ. რა ხმები ტრიალებს ინტერნეტში და რას იძახიან რუსები ხვიჩაზე. ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლი დასახელდა სეზონის საუკეთესო გოლად. ახლა ქართველი გულშემატკივრები ბედნიერებით სავსევ ზივართ, რადგან ჩვენი ფეხბურთელები ყოველ დღე ასე გვახარებენ. სამწუხაროდ ამ წამს, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენში 70% ადამიანს არხი გამოწერილი საერთოდ არ გაქვთ. არ დაიზაროთ, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით არხის გაზრდაში. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. გიორგი ლორია ფარერის კუნძულებთან მატჩის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განუცხადა. ჩემთვის ემოციური დღეა. ამაყივა, რომ ჩემს ქვეყანას ყავს ისეთი მეკარე, როგორიც გიორგი ლორია. ჩვენი ქვეყნის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. 17 წელია ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და ნაკრებისთვის ბევრი რამ გააკეთა, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნისათვის, ის სიყვარული უკან დაუბრუნდეს. ხვალ გიორგი ლორიასთვის ნაკრებში ბოლო მატჩი იქნება. მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება და მჯერა ის სამომავლოდაც გამოადგება ჩვენს ნაკრებს. მინდა მას სამომავლოდ წარმატება ვუსურვო, განაცხადა იაშვილმა. ცნობისთვის ლორიას ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული. ეროვნული გუნდის მაისურით მისი დებიუტი 2008 წელს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დღეს სანაკრებო კარიერაში ბოლო მატჩს გამართავს მისი კოლეგა გიორგი ლორია. მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს, ლორია ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში. მადლობა ყველაფრისთვის. ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულიად დაიმსახურა. წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე თავად გიორგი ლორია წარსდგა. ნაკრებში 17 წელი გავატარე. ეროვნული ნაკრების მაისურით უკანასკნელ თამაშს ჩავატარებ. არ იყო ეს წლები მარტივი, რომელიც გავიარე, მაგრამ ნაკრების მაისურს ყოველთვის სიამაყით ვატარებდი. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა. ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ექიმებს, სტაფის წევრებს და ასე შემდეგ. ასევე კამერის უკან მდგომ ადამიანებს, რომლებსაც დიდი დამსახურება მიუძღვით. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვეთქნენ. ჩემთვის მათი გვერდში დგომა ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა. განსაკუთრებული იყო ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი, როდესაც 55,000 კაცი ჩემს გვარს სკანდირებდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით არ არიან. მათ ჩემი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში დიდი სიამაყე იყო. ბავშვობიდან ამ მაისურის ტარება ჩემთვის ოცნება იყო და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. გიორგიმ მართლა ბევრი რამ გააკეთა ნაკრებისთვის და არის დიდი კლასის მეკარე. მე ადამიანს, რომელსაც უმეტესად მომწონს შემტევი ფეხბურთელები, ბავშვობიდან ლორია ჩამრჩა გულში და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ამიტომ ამ დიდ მაგარ და კეთილ ადამიანს მინდა წარმატებები ვუსურვოთ და ყველამ ერთად მადლობა გადაუხადოთ იმისთვის, რაც გააკეთა. ვაჩვენოთ ჩვენი სითბო და კომენტარებში დავწეროთ #მადლობა ყველაფრისთვის. რა იცით, იქნებ ნახავს კიდეც ამას. ზურიკო დავითაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ქართველი ფეხბურთელის ოსერის კარში გატანილი გოლი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ზურიკოს გარდა წლის სეზონის საუკეთესო გოლზე მიქა უტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლებიც იყო წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის უკვე დასრულებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის სამწუხაროდ ზურიკოს სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა და არის ალბათობა, რომ დავითაშვილი ფრანგულ გუნდს დატოვებს. ბოლო ინფორმაციით, ჯვაროსნების შემტევის გადაბირებით თურქული ბეშიქტაში ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თავად დავითაშვილის გადაწყვეტილება. რუსეთის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა საქართველოს ნაკრების შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, კვარაცხელია მარადონა არა, მაგრამ ევროპული დონის ვარსკვლავი ნამდვილად არის. ის სწრაფია, ტექნიკური ჭკვიანი, არ ვიცი როგორი ხასიათი აქვს და ამას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კარიერის განვითარებისთვის, მაგრამ საერთო ჯამში მას ყველა საჭირო მონაცემი აქვს.
ვის გავს ხვიჩა თამაშის სტილით მესის თუ კრიშტიანოს? არც ერთს. ფიქრობის უფრო ალექსანდრ გლებს გავს. ხვიჩა ტიპიური ქართველი ფეხბურთელია. ბურთს თავისებურად რბილად ატარებს. ასეთი ტიპის ფეხბურთელები ახლა ბევრია. ასე რომ შეიძლება ითქვას, ხვიჩა ძლიერი თანამედროვე გარემარბია, ჭკვიანი და სწრაფი. ცნობისთვის არშავინი არსენალს 2008 წელს შეუერთდა და კლუბის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. რუსმა შემტევმა მეტოქეების მაისური 144 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. პსჟ-ს რუსი მეკარე მატვეი საფრონოვი მატჩების გაესაუბრა და რა თქმა უნდა მთავარი თემა ჩემპიონთა ლიგა იყო, სადაც ჟურნალისტს რამოდენიმე კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰქონდა. საფრონოვი ამბობს, რომ გუნდში მისი ყველაზე ახლო მეგობარი სწორედ ხვიჩაა. ჯეროდათ რომ პსჟ-ში გარკვეული რაოდენობის მატჩის გამართვას შეძლებდით? რიგ მომენტებში მონაწილეობა მივიღე, ახალ საფეხურს მივაღწია. შეიძლებოდა საერთოდ არ მეთამაშა. მეტი მინდა, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები. კვარაცხელიასთან თუ გაქვთ ურთიერთობა? ალბათ მასთან სხვაზე უკეთ ურთიერთობ, რადგან ენობრივი ბარიერი გვაძლევს სრული და მარტივი საუბრის საშუალებას. მე მას რუბინიდან მიმებს ვუგზავნი ხოლმე. ის კი ყოველთვის რეაგირებს. რამდენად დაეხმარა ხვიჩას ადაპტაციაში გუნდში შენმა ყოფნამ? კომუნიკაბელური ბიჭია და ასე ვიტყვი. ალბათ ხვიჩა უფრო დამეხმარა ადაპტაციის გავლაში, ვიდრე მე მას. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ურთიერთობა. ენობრივ ბარიერთან საერთოდ როგორ ხართ პსჟ-ში? ენრიკე პრესკონფერენციებზე ესპანურად საუბრობს. ბოლო 1 წლის განმავლობაში გასახდელში დიდი ცვლილებები მოხდა. უფრო მეტად ფრანგული ენა ისმის. ახლა ყველა ფრანგულად ლაპარაკობს. ადრე ასე არ იყო. განაცხადა საფრონოვმა მატჩ-ტივისთან საუბრისას. ესპანური გამოცემა ჰერალდო პარი სენ-ჟერმენის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის წარმატებაში დიდი წვლილი პირად ფიზიოთერაპევტთან მუშაობამ შეიტანა. გამოცემის ცნობით, ხოსე კარლოს მოლინოს ფიზიოთერაპიის კურსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აქვს გავლილი. განათლება კი ესპანეთისა და ფინეთის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს მოლინოსი ხეტაფეში, კატარის ფეხბურთის ფედერაციასა და მადრიდის რეალში მუშაობდა, სადაც მისი უშუალო ამოცანა ტრაუმების შემდგომი აღდგენა და რეაბილიტაცია იყო. 2021 წლის აგვისტოში მოლინოსმა ყაზანის რუბინის ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი ჩაიბარა. მისი და ხვიჩა კვარაცხელიას გზები სწორედ იქ გადაიკვეთა. ჰერალდო წერს, რომ ყაზანში კვარაცხელია და მოლინოსი იმდენად დამეგობრდნენ, რომ ხვიჩამ ესპანელი ფიზიოთერაპევტი საქართველოშიც დაპატიჟა და თავისი ოჯახის წევრები გააცნო. როგორც გამოცემა ჰერალდო წერს, ყაზანში ყოფნისას 18 წლის ხვიჩამ ხოსეს უთხრა: ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ და შენ ჩემთან ერთად წამოხვალ. მოლინოსის თქმით, კვარა უკვე მაშინ მიზანდასახული, მენტალურად ძლიერი და ზრდასრული იყო, რითაც მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა თანატოლებისგან. მათი თანამშრომლობა ნეაპოლშიც გაგრძელდა, სადაც კვარამ ნაპოლის 33 წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა და გრძელდება პარიზშიც, სადაც მოლინოსი ხშირად ჩადის. ბოლო თვის განმავლობაში კი უწყვეტად რჩებოდა საფრანგეთის დედაქალაქში, რათა ქართველი ფეხბურთელი სეზონის ფინალური ნაწილისთვის უკეთესად მოემზადებინა. მუშაობამ შედეგი გამოიღო. კვარაცხელიამ და პსჟ-მ მტრებლი შეასრულეს. მოლინოსის ახლო ურთიერთობა კვარაცხელიასთან სცდება ფიზიკურ მომზადებას. ეს არის ფიზიოთერაპიისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ერთობლიობა, რაც ესპანელ სპეციალისტს ქართველი ფეხბურთელისთვის მოედნის მიღმა მომუშავე უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცევს. წერს გამოცემა. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივუახლოვდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ ლაიქის ღილაკის დაჭერა. მადლობა შენ თუ ამ მომენტამდე უყურე ვიდეოს, გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. გელოდებით ყველას კომენტარებში განვიხილოთ ეს თემები. ახლა კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.